მოგესალმებით მეგობრებო, დღეს დავხატავთ ძალიან მარტივ ნახატს, რომელიც იხატება იმდენად მარტივად, რომ დარწმუნებული ვარ, ყველანი შეძლებთ ამის დახატვას და მე იმედი მაქვს, ამის დახატვის შემდეგ თქვენ მსგავს ნახატებს აღარ იყიდით სხვებისგან და ამას თქვენთან დახატავთ და სიმართლე რომ ვთქვა, მე ამას როგორც ესეთი ძალიან ისეთი მხატვრული ღირებული ნამუშევრებად ვერ აღვიქვავ, მაგრამ ძალიან ბევრი თხოვნა იყო და რადგანაც ჩემი მიზანია რომ ეს არტ თერაპია ყველაზე გავრცელდეს და ყველამ შეძლოთ რაღაცა მარტივი, ასე ვთქვათ, ნახატები დეკორების, სუვენირების შექმნა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ესწავლებინა ეს ძალიან მარტივი და შეიძლება ითქვას რომ ეფექტური ხერხი. მოკლედ ავიღებ მასტეხინს და დავფარავ ფონს. უბრალოდ აისევდებ მასტეხინზე და ესეთი მიმართულებით ვახდენ ფონის დაფარვას. ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივი და იმ დონეზე პრიმიტიული, რომ ყველა შეძლებს ესეთი ნამუშევრის შექმნას. დიდი საწვალებელი არ არის. ესე დავფარავ ფონს. ფონი შეიძლება დაიფაროს სქლად, შეიძლება დაიფაროს თხლად. ვთქვათ, ესე ერთი ხელის მოსვლით, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ეს ყველაფერი მოვახდინოთ და ანუ, როდესაც შეგხვდებათ სადმე ესეთი ნახატი, უბრალოდ არ იყიდოთ, იმიტომ რომ გეცოდინებათ, რომ ეს ძალიან მარტივია და ყველა შეგიძლიათ ასეთი რაღაცა დახატოთ და შექმნათ, თუნდაც ესე დავარქვათ. ამ შემთხვევაში ტილო არის ცოტა მოშვებული და როდესაც ტილო მოშვებული არის, უკან დაასხავთ წყალს და რო გაშრება, ტილო გაიჭიმება. ეხლა უბრალოდ მე ფიზიკურად დრო არ მაქვს, ამას რო ვერ დაველოდებით. ესე იგივე პრინციპით შეგიძლიათ იმუშაოთ ზეთის აღებავებით. იგივე პრინციპით, უბრალოდ ზეთის აღებავებს, რადგან უფრო დიდი ხანი ჭირდება გასაშრობად, არ არის ამ შემთხვევაში კომფორტული ჩემთვის, რადგან ვერ მოვახდენ ესე უცებ ერთ კაკოთესში თქვენთვის რამის ახსნას. ეს მასტეხინი და ტილო შეგიძლიათ შეიძინოთ მეტრო რუსთაველის პაძენკაში ან კიდობანში. ან სხვადასხვა სამხატვრო სალონში. მე პირადად ვყიდულობ ხოლმე რუსთაველის მეტროს მოპირდაპირე მხარეს სამხატვრო სალონია და იქ. აი ესე უბრალოდ ერთი ხელის მოსმით, ასე ვთქვათ, დაიფარა. ცოტა ვეცდები, რომ სიმუქეები შევიტანოს ზემოთ. უბრალოდ ესე ფონს დავფარავთ, მეტი არაფერი. შეგვიძლია ნებისმიერი ფორმით დავუშვათ, ესე ვამუშაოთ ეს ფორმის დაფარვა. და უკვე შემდეგ ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ფუნს, რათა რაღაცა დავუშვათ, აქ გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ქოთანი. ოღონდ ეხლა ამ შემთხვევაში არის სველი და გადადის ცისფერზე, მაგრამ შეიძლება რომ იყოს ესეთიც თავის ჩრდილ განათებებით. ესე გავუკეთოთ რაღაც დაცემული ჭრილი. მქოთა შეგვიძლია ცოტა ესეთი ჭრილიც გავუკეთოთ, მაგრამ ჯობია რომ რაღაცა უფრო თეთრი, უფრო საინტერესოდ იქნება. ამ ქოთანს კიდე მოუტრიალდებით. ესე. და ეხლა ყველაზე მთავარი. ავიღებ მრგვალთავიან მასტეხინს. სხვაჩო შეიძლება რომ უფრო პატარა თავიანის გამოყენებაც და უბრალოდ დავიწყებ ყვავილების გაკეთებას. მივიღებ ფერს, პალიტრიდან ავიღებ ფერს, მასტეხინზე ესე წვერზე დავადებ და დავდებ ესე ფორმებს. ეს არის ძალიან მარტივი და ძალიან ეფექტური. ეს რა ფერებსაც მინდა, იმ ფერებს დავალაგებ.
ამ ჯადოსნური მასტეხინის საშუალებით. ზეთში უფრო კარგი არის ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ ზეთი არის უფრო მყარი, ანუ ეს უფრო რბილია, აკრილები და ცოტა ფორმასთან მიახლოება რთულია. და ჩავსვათ გულებს, აი ესე წვერით ავიღებ. ჩავსვა ესე გულებს. ესეთი ნამუშევარი გამოვიდა საბოლოო ჯამში, მე ახლა კადრს მოვაახლოვებ, რომ მივხვდეთ თვითონ ფაქტურა როგორი არის. ეს არის აი ამობურცული და ზემოდან დადებული ტილოზე, ასე ვთქვათ. იმედი მაქვს ყველანი მოახერხებთ. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.